მაგრამ თავარი ის არის, რომ შეერთებული შტატების საგარეო კურსი არ შეიცვლება, მისი გეოპოლიტიკური ინტერესები არ შეიცვლება და ღიად არის საუბარი იმაზე, თუ რა ინტერესები აქვს შეერთებულ შტატებს. რატომ გრენლანდია? სრულიად გასაგები მიზეზის გამო, ჩინეთი და რუსეთი ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის მარშრუტს უკვე ამუშავებენ, როგორც ევროპისკენ უმოკლეს გზას, რომელსაც სულ არ ჭირდება ამერიკის კონტროლ ქვეშ არსებული გზები, სუეცის არხი აიღეთ, წყნარი ოკეანე აიღეთ, ატლანტიკური ოკეანე აიღეთ, თუ გნებავთ ხმელთაშუა ზღვა აიღეთ და ასე შემდეგ, სუეცის არხით და ასე შემდეგ. არ ჭირდებათ ეს და ამიტომ იმისთვის რომ ამ ტრასის ბლოკირება თუ არა კონტროლი მოახდინოს, გრენლანდია მისთვის არის ზედ გამოწერილი. თუ გეოგრაფიულ რუკად შეხედავთ, ახლა თქვენ ნახავთ თქვენ რატომ არის გრენლანდიაზე გაკეთებული. ამ ფორმით თუ იქნება თუ იმ ფორმით იქნება, ამერიკელები გრენლანდიაზე აუცილებლად მოიკიდებენ ფეხს, იმიტომ რომ არის მეორე უმთავრესი ნიშანი, რომელიც იქნება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ეს არის არქტიკასთან დაახლოება და გრენლანდიაში რაკეტული სისტემების განლაგება, რომელიც გაცილებით ახლოა რუსეთთან. გამიგეთ, არა შემთხვევითი არაფერი არ ხდება. ახლა საუბარია უზარმაზარ დაპირისპირებაზე და მიზანი არ იცვლება რუსეთის წაქცევა. რუსეთის ხელისუფლება იმდენად ეფექტური არ არის, როგორც შეიძლება იყოს თქვათ შეერთებული შტატების ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ დიდ კორუფციულ წუმპეში ჩათრეული 20 წლის და უფრო მეტი ხნის განმავლობაში კლანები, რომლებიც დღესაც კი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ და უზარმაზარი მეხუთე კოლონა ყავთ. მაგრამ ეს ფანტასტიკური რესურსის მქონე ქვეყანაა და კარგად უნდა გვესმოდეს რუსული სიტუაცია. მე როცა ავწერ რუსულ სიტუაციას, ავწერ არა იმის გამო, რომ რაიმე სიმპათია ან ანტიპათია გამაჩნია, მე ავწერ პროფესიულ დონეზე, იმიტომ რომ სისულელია ისეთი უაზრობების ლაპარაკი რუსეთზე, რაც საქართველოში დამკვიდრდა. თუ ჩვენ არ ვიცით რა არის ნაკლი და მე არავის არ აქვს გაკეთებული დეტალურად მაქვს აღწერილი რუსული ელიტები რა პრობლემებია, მისი შესაძლებლობები, რუსების დღევანდელ ხელისუფლებასაც კი, რომელიც მთლიანად კლანურია, უზარმაზარი შიში აქვს რუსი ხალხის, იმიტომ რომ სხვანაირი ხალხია, ისინი თავგადასავალი ქვეყნისთვის იბრძოლებენ და ხელისუფლებასაც გადაიყოლებენ. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, არის საუბარი ახლა ჟანგიანი არის რუსეთში ნამდვილი რევოლუციის საფრთხე დღეს ბატონ დემურ? რევოლუციას არ გულისხმობ, მე გულისხმობ იმას, რომ რუსი ხალხის უკმაყოფილება თუ მიაღწევს გარკვეულ დონეც ამ ხელისუფლებას კარგი არაფერი მოელის. ამიტომ ეს ხელისუფლება მათ იცის. ამიტომ რატო ვამბობ მე როდესაც ლაპარაკობ რუსებზე, სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ რუსებს ტექნოლოგია არ აქვს და ვერაფერს ვერ აკეთებენ. რუსებს აქვთ მონგრეული სახელმწიფო სტრუქტურები. ეს არ არის კონსტიტუციური თამაშის წესებით აგებული ხელისუფლება, ეს არის კლანური ხელისუფლება. ხაზს უსვამ, რომ არა შეერთებული შტატების უდიდესი მცდელობა და პირდაპირ წერია Rand Corporation-ის დასკვნებში, თუ რატომ უნდა აფეთქდეს უკრაინა? რატომ უნდა აფეთქდეს უკრაინა? გამიგეთ რა, ჩვენ კი რაღაც წარმოდგენები გვაქვს ისეთი, თითქოს აქ სხვა სცენარები არ იყო სხვა სცენარი, რომ არა ეს ოპერაცია რუსები იყვნენ ფაქტიურად წაქცეული ქვეყანა. კრიმინალი, არანორმალური კორუფცია, მაგრამ დასავლეთმა ვერ გაითვალისწინა ის, რომ რუსებს რაც უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებ, მით უფრო ძლიერდება და მობილიზაციას აკეთებს ის. თუ ჩვენ ეს პლანი არ ვიცით, თუ ჩვენ ზღაპრებში ვართ გამოკიდებული, ამიტომ მე და შენ მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე რო წამოვიწყეთ, ჩვენ ახლა ძალიან ღრმა დოკუმენტები, დასავლური დოკუმენტები უნდა დავდოთ, თუ რამდენად მე ვიტყოდი ბრწყინვალედ არის გათვლილი პოდკასტისთვის გავამზადოთ რა ბრწყინვალედ არის გათვლილი მათთვის სასარგებლო პოლიტიკა სტრატეგიის თვალსაზრისით რომ უნდა იყოს განვითარებული. ამ ყველაფერში მოქცეულია საქართველო.
არ ვიცოდეთ ეს ყველაფერი და დღეს ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ ოცნება გადმოსაგდები კი არ არის. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ. ოცნება 10-ჯერ უნდა ჩამოაგდო, გადმოატრიალო. მე უნდა გადაატრიალო 10-ჯერ და მე კიდე 10-ჯერ უნდა გადმოატრიალო, რომ ეს უბედურება, რაც მან დამართა ქვეყანას, მისი პოლიტიკის შედეგია. ბატონ დემურ, მოდით თქვათ, საქართველოს როგორ არის ამ ამერიკელების ამ სტრატეგიაში, რა გათვლები აქვს საქართველოსთან მიმართებაში? მარტივი. აი, ევროპასთან რაღაცები თქვათ ჩანს, იმ ღია წყაროებიდანაც იგივე მე ილონ მასკის და ალის ვაიდელის ინტერვიუ უთარგმნე და დავდე ჩემთან არხზე და ნახა ბევრმა მაყურებელმა, იქ ჩანს თქვათ რაღაცები იკვეთება რა უნდათ ამერიკელებს ევროპაში, რომ არ უნდათ რომ გერმანია იყოს დამოკიდებული, მარტო გერმანია არა, იქ ბრიტანეთზეც არის საუბარი, ანუ ბრიტანეთის პოლიტიკაშიც ხდება სერიოზული ჩარევა, ხო? თვითონ საფრანგეთთანაც, თვითონ ისიც ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ რომ ღრმად ჩახედავ, მიხვდები რაშია საქმე, ანუ მაგალითად ალის ვაიდელის პარტია ეს ალტერნატივა გერმანიისთვის იყო ერთ-ერთი ის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ილონ მასკის ტესლას ქარხნის აშენებას გერმანიაში. სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ და დღეს ისინი პარტნიორები არიან. დღეს ილონ მასკი ცდილობს, რომ ამ პარტიამ გაიმარჯვოს არჩევნებში. ერთი მხრივ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ღრმად რომ ჩაიხედავ, მიხვდები რომ აქ თამაშზეა საუბარი, ხო? ეხლა რატომ მომყავს ეს მაგალითი? იკვეთება რაღაცები, გასაგები ხდება, რომ ამერიკელებს აქვთ ინტერესი ბუნებრივია ევროპაში, იმიტომ რომ ევროპის ძლიერი ქვეყნების გაძლიერება არ აწყობს ამერიკას, ეს იქნება მისი ძირითადი კონკურენტი, ამიტომ პირდაპირ წერია. საქართველოსთან და საქართველოს განიხილავს, მოდით ესეც დავაკონკრეტოთ, როგორც ტერიტორიას, როგორც სახელმწიფოს, როგორც პარტნიორს, როგორც მოწინააღმდეგეს თუ რად განიხილავს, როგორ ზის მე ფაქტიურად უპასუხე ამ კითხვას. სამხრეთ კავკასია, მოდით ასე ვთქვათ, სამხრეთ კავკასია და შუა აზია განიხილება იმ რეგიონებად, რომელიც აუცილებელია, თუმცა რთულია რუსეთის წინააღმდეგ ამ სტრატეგიაში, რომელსაც ქვია რუსეთის გადაძაბვა, ანუ ზედმეტად დაძაბვა და აგრეთვე მდგრადობის დაკარგვის ტექნოლოგიის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში მოიაზრება ყველაფერი, ამ კონტექსტში მოიაზრება ყველა პროქსი სახელმწიფო. ამ კონტექსტში არის ყველაფერი გააზრებული, რომ ყველაფერი გამოყენებული უნდა იყოს ამ მთავარი მიზნისათვის. შესაბამისად, ამერიკელები ეცდებიან აქ ისეთ ხელისუფლებასთან დაიჭირონ საქმე, რომელიც მათ ამ მიზნების მიღწევაში დაეხმარება. არის ქართული ოცნება ესეთი მთავრობა? კიდე გეუბნებით, დღევანდელ სიტუაციაში ქართული ოცნების მდგომარეობა არის ძალიან რთული. ძალიან რთული და ეს მისი ბრალია. მე ამდენი წელია უყიჟინებ მას, ყველა შეცდომას და ისმენენ, მაგრამ არ ეყურებათ, მოდი ასე ვთქვათ, იმერულად და ეხლა როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი. დიდი არეულობის მომხრენი პრინციპში მარტო საქართველოში ამერიკელები არ იქნებიან, იმიტომ რომ ამით შეიძლება რუსებმა ძალიან მაგრად ისარგებლონ. გამიგეთ არა? თავისთავად შიგარეულობა, ლოკალური, არავინ არ იცის, კიდე გეუბნებით. მოდით მე ვიტყვი ღიად, რათა თუ 2008 წელს ცხინვალში იყო ერთი უმნიშვნელო შეიარაღება, უმნიშვნელო. კიდე გეუბნებით, ცხინვალელებთან თუ არა გვაქვს კავშირი და თუ ჩვენ მათ არ უყურებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ, მოვა დრო, ისინი ცხოვრობდნენ ჩვენთან ერთად, მერე მოხდა ის უბედურება. ცხინვალში არის რაკეტები, რომელიც დამიზნებულია ყველა ქართულ ქალაქზე. იქ არის ძალიან სერიოზული შეიარაღება. მე არაფერს ვამბობ აფხაზეთში რაც არის. ჩვენ რაც ვეთამაშებით, ამიტომ ამერიკელებმა ესეც შესანიშნავად იციან, ამიტომ ამერიკა ეცდება ისეთი პოლიტიკა წარმართოს, რომ
მიაღწიოს განსაკუთრებული ექსცესების გარეშე თუ მოხდა სიტუაციის დაკავება. მე მეშინია იმისა, რომ შეიძლება გარედან ვეღარ იქნას დაკავებული სიტუაცია უბრალო მიზეზის გამო. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეებია, ჩვენ იმიტომ გვინდა ეს ინიციატივა და იმიტომ გვინდა ძალიან სერიოზულ ძალად წარმოდგენა, რომ ამ ორივე ადამიანებს საერთო ქვეყანაში ცხოვრების წესზე შეთანხმებამდე მივიდეთ ყველამ ერთად. ერთად უნდა ვიცხოვროთ, აქ ხო სწორია, სხვა გზა არ არის. სხვა გზა არის ომი. ამ ომში კაი არაფერი მოხდება. მით უმეტეს საქართველოში ომს წმინდა შიგა ომის სახე არ ექნება. ეს იქნება იმავე წუთს გამოყენებული გეოპოლიტიკური ინტერესების ფარგლებში და აქ ყველაზე უფრო ხელი მიუწვდება არეულობაში, ყველაზე დიდი სარგებელი მიიღოს რუსებმა. ანბანურ რამეს გეუბნებით. ნახეთ როგორ წერია Rand Corporation-ში, რომ ყველაზე გართულებული სიტუაცია ამერიკელებისთვის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების არის სწორედ კავკასია, სამხრეთ კავკასია და შუა აზია. ამაზე ჩვენ დეტალურად ვისარგებლობთ, ამიტომ საშიშია, ამიტომ არის ჩემი თქვა დღევანდელი ჩვენი პოდკასტის თემა ის, რომ ჩიხიშია სიტუაცია, ამ ჩიხიდან ჩვენ თუ გამოვიყვანთ ისევ ქართველები, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით სერიოზულ ჩამოყალიბებულ რა უნდა შევთამაზოთ ამერიკელებს, ბატონ დებო?